ის დიქოტომია, რომელიც ბატონ მიხეილმა ახსნა, რომ ასაკ მოგებისკენ სწრაფვა და აქეთ პაციენტის ინტერესები, ეს უბრალოდ არარსებული დიქოტომია რეალობაში, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ნებისმიერი კომპანიისთვის გასაგებია, რომ თუ მას უნდა მეტი მოგება მიიღოს, მან კარგად უნდა მოემსახუროს მომხმარებელს. არცერთი კლინიკა თუ არსებობს მექანიზმების, იგივე სასამართლოსი და ასე შემდეგ, რომელიც ცუდად მოემსახურება, დააზიანებს პაციენტს, ან რაღაც გარდაცვალება მოყვება კურნალობას, ასეთი კლინიკა არ იქნება მომგებიანი. ამიტომ ეს ზოგადად არსად არის, რომ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზეზები იყოს, თუ სწორად არის მოწყობილი. თუ არასწორად არის მოწყობილი, იქ ბუნებრივად ბევრი კონფლიქტი ხდება, რაც მე უკვე ვილაპარაკე. არასწორად რას ქვია? DRG მოდელის მიხედვით, მაგალითად DRG-ს მთელი არსი არის, მთელი მსოფლიო ამას იყენებს. DRG მოდელის არსი არის, რომ გეუბნებიან, რომ მაგალითად რეანიმაციაში მოხვედრილი, მაგალითად არ ვიცი, აი ფილტვების გამო მოხვედრილი რეანიმაციაში პაციენტი. ის ერთნაირი ტარიფით იმაშია, საშუალოა გამოთვლილი. ვიღაცა შეიძლება ნაკლები მკურნალობის დღე დაჭირდეს, ვიღაცას მეტი. საშუალო სწორია. აი მაგალითად ფილტვზე სხვათა შორის ეს გადახედილია ბოლო პერიოდში და სამართლიანი ფასია მერწმუნეთ იქ დადგენილი. მიუხედავად ამისა, კლინიკები აფასებენ პოტენციურად ჯანმრთელობის მდგომარეობას პაციენტისას, იმის მიხედვით, რომ რა ხანგრძლივობა შეიძლება დაჭირდეს საავადმყოფოში და ამის მიხედვით ან ღებულობენ, ან არ ღებულობენ. მომსახურებას აწვდენ, ეს კარგია? ბევრი მაგალითი არსებობს. სიამდვილეში მე ვახსენე, რომ DRG სისტემა 94 წელს იყო, თუმცა მე 93-ში ამერიკაში შემოღებული და ეს ყველაფერი ცნობილია. მათ შორის, როცა აი ასეთი DRG სისტემით მაგალითად დაიწყეს ჰოსპიტალიზაციის დარეგულირება, ბელგიაში ერთდღიანი ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა 73%-ით. იმიტომ კი არა, რომ ბელგიაში რაღაც ცუდი ექიმები არიან. არა, იმიტომ რომ უბრალოდ როცა მოტივება მთავრობა ხელოვნურად შეუცვალა მოტივები და როცა ერთდღიანი ჰოსპიტალიზაცია უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ყველა დააწუნეს სამართლობაში. ამერიკაში ხალხი ციხეში ზის, იმიტომ რომ არასაჭირო ოპერაციები ჩაატარეს ამ DRG სისტემის გამო. ეს DRG სისტემა რაღაც პანაცეა კი არის. სინამდვილეში აქ სწორად იყო ნათქვამი და მე საერთოდ არ მაქვს არანაირი ასე ვთქვათ განსაკუთრებული ემფათია იმ მოდელისთვის, რომელიც ევროპაშია. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ რეგულაციებმა, რომელიც ჩვენზე 50 წლით ადრე დაიწყეს და ყველა ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია იქ დაფიქსირებულია და სანამ DRG სისტემა დაინერგებოდა ქვეყანაში ჩვენთან, ამაზე კვლევები იყო დაწერილი აქ, რომ პრობლემა გექნებათ. აი რაც დღეს გვაქვს, უკვე პროგნოზირებული იყო, იმიტომ რომ იქ მოხდა ეს იგივე დაახლოებით 30-35 წლის წინ. აი ამაზე ორი პასუხი არსებობს. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ემიგრანტია ჩვენ ქვეყანაში წასული და ისინი იმათმა იციან, რომ ამერიკაში ამაზე პასუხია ძალიან ძვირი მედიცინა, რომელიც აი წარმოუდგენლად ძვირია და ხალხის მეზობელ ქვეყანაში ტომოგრაფის გასაკეთებლად გადიან ხოლმე და ევროპაში თვეები ელოდები სანამ ექიმთან მიხვალ. აი ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის მაგალითია. ევროპა კარგად ჟღერს, მაგრამ გინდათ შესთავაზოთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თვეები იყოს იმამდე სანამ მივა ერთი ექიმამდე. თუ სამი ექიმი დაჭერდა, შეიძლება მთელი ცხოვრება დაეღო. ამიტომ ევროპაში ასე არგუმენტი არის, ამერიკაში ასე არგუმენტი არის. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი შესაძლებლობები და არ გავიმეოროთ, თორე ისე ვიმეორებ დაახლოებით 30 წლიანი დაგვიანებით.